გამარჯობა დღის მთავარი თემები და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. Სანქციებისგან თავის არიდება, როგორც დროში გამოცდილი და ვერ დამტკიცებული ბრალდება საქართველოს მისამართით ისევ ევროპიდან ისმის. ევროპის სახალხო პარტიის წევრი ევროკომისიისადმი გაგზავნილ წერილში ამტკიცებს თითქოს საქართველოს სანქციების გვერდის ავლის სისტემაში ადგილს იმკვიდრებს და ასე ამაგრებს რუსეთის სამხედრო მანქანას. წერილის ავტორი რეაგირებას ითხოვს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტით. იქნება ეს სავიზო რეჟიმი, კონკრეტული სექტორების რეგულირება თუ გაწევრიანების გზის მკაცრი მონიტორინგი. წერილი იმეორებს იმ კრიტიკული სტატიის პათოს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო მედიაში ვიქტორ ყიფიანის კუთვნილი ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases მკვლევრის ილია რუბანისისა და ანონიმი თანაავტორის სახელით გამოქვეყნდა. ქართული ოცნება ასკნის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობაა, რათა პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალოს, ეს საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობაა. ამავდროულად მართლ პარტიაში კითხვას სვამენ, რატომ კეთდება ასეთი აქცენტი საქართველოზე მაშინ, როდესაც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სავაჭრო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხა საშუალოდ 100 მილიარდით აღემატება 4 წლის განმავლობაში ომის მსხვერპლი უკრაინისთვის დახარჯულ და გაღებულ თანხებს. უკრაინა და მიმდინარე ომი ასევე არის ის თემა, რომელმაც მსოფლიო მედიაში თითქმის ყველა სხვა საკითხი გადაფარა. ტრამპის 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც ომის დასრულებისთვის გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს, ეჭვისა და კრიტიკის თვალით უყურებენ ევროპაში. რასურაც ქმნის ფრონტზე გეგმაში ჩამოთვლილი პირობები და როგორია ამ გეგმის მიღების შანსები. დღის ამ და სხვა მთავარ პოლიტიკურ თემებზე ვისაუბრებთ დღის ქრონიკაში. ჩვენი სტუმრები არიან დავით მათიკაშვილი, პარლამენტის უმრავლესობის წევრი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ბიძინა გიორგობიანი. დავით მათიკაშვილი ჩვენი პირველი სტუმარია, ის პირდაპირ ეთერში გვერდება პარლამენტიდან. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა ჩართვისათვის. საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაში ვხედავთ, რომ ისევ წინა პლანზე წამოიწია სანქციების თემამ, უფრო ზუსტად კი საქართველოს დადანაშაულებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების გზების შექმნაში. IPP-ის წევრის ეს წერილი გავრცელდა, ნახეთ, რომელთაც ეს ჯგუფი ითხოვს ევროკომისიისგან მკაცრ რეაგირებას და წერილის პათოსი ასევე ეყნობა GeoCases ერთ-ერთი მკვლევრის და ანონიმი ავტორის მიერ მანამდე გამოქვეყნებულ წერილს. წლების განმავლობაში, როცა ასეთ ბრალდებებზე იყო ღია განცხადებები, ისინი არ დადასტურებულა, გვახსოვს სხვადასხვა მექანიზმის, მათ შორის თავის დროზე ეგრეთ წოდებული სანქციების ჯგუფის მუშაობის ფარგლებშიც. მაშინ რას ემსახურება ისევ ამ თემის წამოწევა? ეს არის მცდელობა მიაღწიონ შესაბამის სადამსჯელო ზომებს საქართველოსთვის თუ რა არის ამის მიზანი? ნათია, მოგესალმებით, ჩვენს ტელემაყურებელს მივესალმები, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. ევროპის სახალხო პარტია IPP და მისი წევრები წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილის პარტიის და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებს. შესაბამისად, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებიან ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს მეგობრები და სწორედ აქაც ძალიან კარგად ჩანს ის მცდელობა ტყუილის ტირაჟირების, კვლავ დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად წამოწევის იმ თემისა, რომელზედაც უკვე არაერთხელ იმჟელეს ევროპული წიაღიდან საქართველოში მობრძანებულმა ექსპერტებმა და დაასკვნეს და დაადგინეს, რომ როგორც აქამდე, ასევე დღესაც რაიმე ფორმით აგორებული კამპანია თითქოს საქართველოს ყოფილიყოს შავი ხვრელი, სანქციებისათვის გვერდის ავლის მექანიზმის რაღაცა ბუდე. ეს ყველაფერი არ დადასტურდა და პირიქით ქართულმა მხარემ ყველა შემოწმების ჯერზე მხოლოდ მადლობები მიიღო იმ ადამიანებისგან თუ ექსპერტებისგან, ვინც საქართველოში ბრძანდებოდნენ და მიუხედავად ამისა და კონკრეტული პარტიათა გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ რომ ტყუილიდან გამოვადგნონ რაღაც სალაპარაკო სოფლიოსთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყანა ამით მისი იმიჯი ამით დააზიანონ. აქ მათ მხარს უჭერენ როგორც ხედავთ აქ რაღაც კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, რომელიც აქ ქართულ აქტორებთან არიან დაკავშირებული, მოკლედ ყველა ვინც ცდილობს ტყუილით საკუთარი სამშობლო, საკუთარი ქვეყნის თუ პარტნიორი ქვეყნის არ აქვს მნიშვნელობა გაშავებას, ისინი ბუნებრივია წარმოადგენენ ამ ქვეყნის მტრებს, ვერაფრით ვერ იქნება საქართველოს პარტნიორი იმ ადამიანებისთვის თუ იმ პარტიებისთვის, ვინც ცდილობს აი ამ სრულიად ტყუილი ნარატივით. იმ მოცემულობაში, როდესაც ევროკავშირიდან რუსეთთან ვაჭრობამ და რუსეთიდან შესყიდულმა სიკეთეებმა და რუსეთისთვის გადახდილმა თანხებმა რამდენჯერმე ზეაღმატებული ხარისხი მიიღო, ვიდრე უკრაინისთვის ომის განმავლობაში მიწოდებულმა ფულადმა სახსრებმა. ეს ხო კარგად ვიცით ჩვენ. იმ მოცემულობაში, როდესაც ხდება რუსული ჩtildeოვანი ფლოტის
ნავთო პროდუქტებით კარგად დაკომპლექტდება და სანქციების გვერდისავლა თვითონ ევროპის წიაღიდან. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები პირველ ადგილზე გადიან ალკოჰოლური სასმელებიც რუსეთში ვაჭრობაზე და ასე შემდეგ იმ პირობებში, როცა ბალტიის ქვეყნებს ალკოჰოლი საკუთარი საწარმოებელი არ გააჩნიათ. აი ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსმევს იმას, რომ ცდელობა საქართველოს გაშავების, ცდელობა, რომელიც ყველა შემოწმების ჯერზე ჩაიფუშა, დღეს კვლავ მჟავდებული დამნაშავე სააკაშვილის მეგობრებმა ევროპული წიაღიდან კვლავ წამოწიეს, მაგრამ რეალურად თუ კი ობიექტურად შეხედავს ვინმე და კვლავ კიდევ ობიექტურად დაითვლის ამ მოცემულობას, ნახავს, რომ სახელმწიფო საქართველო ასრულებს ყველაფერს იმისთვის, რომ არ გახდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებისგან თავისარიდების მექანიზმი და თვითონ სახელმწიფო სისტემაც იმდენად არის ამ მიმართულებით შექმნილი და მომართული, რომ ამის არანაირი მიუხედავად იმისა, ხო, რაზე მეტყველებენ ფაქტები და რიცხვები, მაინც ხედავთ, რომ ეს პოლიტიკური უთანხმოება არის მაინც წამყვანი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის და აქ უნდა გავიხსენოთ ალბათ, თუნდაც 2 დღის წინ გაუქმებული დიალოგი ევროკავშირთან ადამიანის უფლებების საკითხებზე, ან გაფართოების ფორუმზე რამდენიმე დღის წინ ევროკომისრების კოსისა და კუბილიუსის განცხადებები, ასევე გუშინ მაგალითად საგარეო მინისტრების საბჭოზე კომენტარები. როცა ეს კომუნიკაცია უფრო და უფრო ხისტი ხდება ამ პოლიტიკურ ნიადაგზე, რა სამომავლო მონახაზი ჩანს ბრიუსელთან ურთიერთობის ცვლილების. იქნება რაიმე ცვლილებაზე მიმართული ნაბიჯები თუ კიდევ უფრო ხისტი ნაბიჯები, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად სავიზო რეჟიმის გადახედვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ სამარცხვინობის ზღვარს ცალკეულ შემთხვევაში ევრობიუროკრატია გადაცდა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსთან დიალოგი მით უმეტეს იმ მიმართულებით, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვა ქვია და რაშიც ისინი მათი რეაქციული მიმართულებები თვლიან, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში არის რაიმე ფორმით პრობლემატიკა, ამ სიბტყეშიც კი ერიდებიან, ვერ გვისწორებენ თვალებს, ერიდებიან პასუხისგაცემას და გაურბიან საბოლოო ჯამში დიალოგს. ამ ყველაფერს ემატება ევროპული ქვეყნების, მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრების თუ კონკრეტული მინისტრების განცხადებები, რომელიც საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს, მათ ალბათ დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტი რას ნიშნავს, არჩევნები რას ნიშნავს, ეს ყველაფერი ცოტა ძნელად თუ წარმოუდგენიათ, ამ ყველაფერს ემატება გაფართოების საკითხებში არსებული რაღაც კონკრეტული დოკუმენტი, რომელმაც თუ კი რამ დადებითი და პოზიტიური იყო, თვითონ ევროპული ბიუროკრატიის თვალით დანახულიც კი ამ ყველაფერზე უარი თქვა, ანუ ეკონომიკური პროგრესი, მშვიდობის პოლიტიკა და ამ პოლიტიკის მიერ მოტანილი სტაბილურობა, ამ ყველაფერს თვალი აარიდა და თვითონ რაც სურდათ ტყუილებით შემოსილი, ამ ტყუილების მთლიან სოუსში შეკაზმული ისე წარმოადგინეს, სადაც, ვიცი, სიმართლის რაოდენობა იყო მინიმუმზე მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არის დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიასა და საქართველოს შორის და რატო იკითხავს ახლა მაყურებელი რა ხდება ასეთი საქართველოსთან მიმართების, როგორც სხვა საქმე ევროპას არა აქვს, გარდა იმისა, რომ საქართველოს თემა იყოს ასეთი აქტუალური. მეგობრებო, სანამ გლობალური პოლიტიკური საკითხები, ისეთი როგორც არის ომი უკრაინაში. და რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა დღეს მსოფლიოში. სანამ ეს საკითხი კიდევ არის აქტუალური, არაფორმალური გავლენების ძალებისთვის საქართველოს აქტუალობაც არ ჩამოვა დღის წესრიგის. ალბათ ამ კონტექსტში უნდა გავიხდიახ. იმიტომ რომ საქართველოს გეოგრაფიული გეოპოლიტიკური მოცემულობა არის ძალიან ხელსაყრელი ამ ძალებისთვის, რომ მათი შეხედულებით მოახდინონ სხვა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მათი პოლიტიკისა, რაც იქნება საბოლოო ჯამში საქართველოსთვის ალბათ მომაკვდინებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდეს. ჩვენ ვირჩევთ სუვერენიტეტს, ვირჩევთ თავისუფლებას, ვირჩევთ ეკონომიკურ წინსვლად და ხვის თამაში, რომელიც ქართველობის საბოლოო წერტილის დასმით შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ დასრულდეს, ბუნებრივია ამ თამაში. ბატონ დავით, ალბათ ამ კონტექსტში უნდა ჩინოვნიკების მოთხოვნის მიუხედავად. ალბათ ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ის თემა, გულისხმობ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმა და სამართლებრივი დავის გამოყენებას, ანუ საკითხის, რომელზეც მეორე დღეს საუბრობთ, როგორც მართველი გუნდის წევრები, ასევე მართლმადიდებელი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები გულისხმობ კრედიტ სვისთან დავას და დაგეგმილ სასამართლო პროცესს. ამ საკითხზე დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დავის მოგების შემთხვევაშიც კი აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ საკითხს, რამდენად ჯდება ეს საქმე აი საქართველოსთან დამოკიდებულების საერთო კონტექსტში? უკვე წლებია ბატონო ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ წარმოებს
ყოველგვარი ობიექტურობისგან, ყოველგვარი სამართლისგან და სამართლიანობისგან დაცლილი კამპანია, რაც პირდაპირ ზეწოლას, პირდაპირ შანტაჟს და პირდაპირ ავაზაკურ დაყაჩაღებას გულისხმობს, რაც დღეს უკვე საუბრობდნენ ჩემი კოლეგებიც და ისაუბრა ბატონი ბიძინას ადვოკატმაც. ანუ იმდენად აქტუალური არის ამ არაფორმალური გავლენის ძალებისათვის, იგივე deep state-ისთვის ეს დაპირისპირება, რომ მათ შეუძლიათ საბანკო ავტორიტეტებიც კი შეწირონ ამ ყველაფერს, ოღონდ კი საკუთარი ვნებასურვილი აიხდინონ და ბატონ ბიძინას მიეღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ მათ, მაგრამ სიმართლე და სინამდვილე არის სხვა. ბატონ ბიძინამ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან უარი უთხრა ზეწოლაზე, უარი განაცხადა ისეთი დამეჯების გადადგმაზე, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში შეიყვანდა, მან ქვეყნის სუვერენიტეტი საკუთარი ინტერესის ხარჯზეც, პირადი ინტერესის ხარჯზეც მაქსიმალურად და მკაფიოდ დაიცვა და სწორედ ეს გახლავთ ის პირველი და მთავრესი მიზეზი, რის გამოც მოგებული საქმეებიდან შავით თეთრზე ყველა ცალსახად გარკვეული თემებიდან, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ნაკლოვანება ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხარეს, პირიქით, აი ამ მოცემულობიდანაც კი მას მის კუთვნილ რესურსზე არ ეძლევა წვდომა და ეხლა ნამდვილად არ არის გასაკვირი ადვოკატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სრულად დასრულებული სასამართლო წარმოების პირობებშიც ზეწოლის და შანტაჟის ეს პოლიტიკა გაგრძელდეს ივანიშვილების ოჯახის მიმართ და კვლავაც მოხდეს ანალოგიური ავაზაკური ყაჩაღობის აი ამ პროცესის გაგრძელება. ამაში ჩვენ ნამდვილად არ გაგვიკვირდება, მაგრამ გასაკვირი და სამწუხარო არის ის, რომ მართლა რაღაც წესებზე დამყარებული მსოფლიოს საერთაშორისო წესრიგი, რომელშიც როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე სეგმენტი ფიგურირებს, რასაც ქვია მაგალითად არბიტრაჟში დავა, სასამართლოებში კერძო სამართლებრივი დავა, აქაც კი სახელმწიფო პოლიტიკა სპეცსამსახურები deep state-ი თავის საცეცებით აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინონ კონკრეტული ფიზიკური პირების, მათი ოჯახის წევრების მათზე მთლიანად ზეწოლა, შანტაჟი, რათა ამ უკანასკნელმა გადადგას deep state-ისთვის სასარგებლო და საჭირო ნაბიჯი. და ასეთი ნაბიჯი არ იდგმება საქართველოში. უკვე მკაფიოდ აქვს ბატონ ბიძინას განცხადებული საკუთარი საქმეთ, მარტო სიტყვებით არა, რომ მასზე ზეწოლა და შანტაჟი არის შეუძლებელი. ამიტომაც მოვლენათა განვითარება, რაც ადვოკატმაც დაასახელა შესაბამის წერილში, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს მოვლენები სწორედ ასე. და ბატონ დავით, ძალიან მოკლედ მინდა ჩვენ საუბრის დასასრულს ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სიახლეებზე, რაც არის არანაკლები კრიტიკის საფუძველი ქართული ოცნების მისამართი. დღეს მაგალითად ერთ-ერთ შევეხოთ, დღეს განიხილა თქვენმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსის ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით არარეზიდენტი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის რეგულირების საკითხი. ბევრი ითქვა ამ თემაზე, მაგრამ მაინც დაისმის ასეთი კითხვა, რომ თუ კი ეს ცვლილება არის გათვლილი იმაზე, რომ საზღვარგარეთ წლების განმავლობაში მცხოვრებმა ამომრჩეველმა გააკეთოს გათვითცნობიერებული არჩევანი, ანუ საქართველოში ჩამოსვლის მომენტისთვის ამ მოქალაქის განწყობა და არჩევანი ხო მაინც იქნება ფორმირებული იმ გარემოში, სადაც მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოვიდეს არჩევნებს, ასე რომ რა შეიძლება შეცვალოს საქართველოში ჩამოსვლამ და არჩევნებში აქ მონაწილეობამ. კი ბატონო, სრულიად მტკნარ სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოა რადიკალებმა საზოგადოების მოტყუების მიზნით, თითქოს საარჩევნო კოდექსში შესატანილი ცვლილებები ვინმეს და კონკრეტულად ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეებს ართმევდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ცხადია, ეს ასე არ არის და ეს არის ტყუილი. გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით გაიხსნა საარჩევნო უბნები და ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც სხვა შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა დღემდე და ისთვის არ იხსნებოდა შესაბამისი უბნები ჩვენს საელჩოებში თუ საკონსულოებში. და ეს ყველაფერი ეფუძნება ძალიან მარტივ, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებ ლოგიკას, რომელიც არის აპრობირებული როგორც ირლანდიაში, ირლანდიის კანონმდებლობით, ასევე ისრაელში, ასევე მალტაზე, ასევე სასომხეთში. ეს ქვეყნები სწორედ ანალოგიურ პრაქტიკას მისდევენ საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით. და რატომ? არარეზიდენტი პირი, რომელიც არ ცხოვრობს ქვეყანაში, მშობლიურ ქვეყანაში, ცხოვრობს საზღვარგარეთ, ბუნებრივია ნებსი თუ უნებლიეთ იმ რეალურ კონიუნქტურას ექვემდებარება სახელისუფლებო მართვის, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობს. ამავდროულად არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ჩვენ მაგალითად შარშან საპარლამენტო არჩევნების ჭრილში ვნახეთ გერმანიაში იგივე მიხაელ როტი, როგორც ცდილობდა მაღალი თანამდებობის სტატუსის მქონე პირი გერმანელი ჩინოვნიკი, როგორც ცდილობდა
უხეშად ჩარეულიყო ქართული საპარლამენტო არჩევნების საქმეში და ეგ აორგანიზებდა კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ ქართველ ემიგრანტთა საარჩევნო უბნებზე მისვლას. ამის გარდა არის კონკრეტული როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც არის ცალსახად განსაზღვრული და გათვალისწინებული, რომ მხოლოდ ის ცნობადობა, რაც უცხოეთში გააჩნია ამა თუ იმ ის არ კმარა იმისთვის, რომ შენს მშობლიურ მხარეს, შენს მშობლიურ ადგილას და შენს სამშობლოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური მდგენელი ბოლომდე კარგად გაიაზრო. ამისათვის არის აუცილებელი, რომ კონდეს ურთიერთობა, რაღაც მინიმალური ურთიერთობა მაინც შენს სამშობლოსთან. მაგალითად, გერმანიის კანონმდებლობაში კონკრეტული დღეების რაოდენობაც კი არის დათვლილი, რისი სამშობლოში გაუტარებლობის შემთხვევაში არ მიეცემა გერმანელს უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღების. ამიტომაც ყველა ამ არგუმენტიდან გამომდინარე, ერთადერთი სწორე, გააზრებული, ზეწოლისგან თავისუფალი და ჩარევებისგან თავისუფალი გადაწყვეტილება, რომელსაც ემიგრანტი, ჩვენი არარეზიდენტი მოქალაქე მიიღებს სამშობლოში და 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოგზანება და ამისთვის მცირე ინსპირაციის შექმნა საკანონმდებლო დონეზე, ვფიქრობ, რომ მხოლოდ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ემიგრაციასა და მათ სამშობლოშების არსებულ ურთიერთკავშირს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დავით მათიკაშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი და ახლა სტუდიაში განვაგრძობთ საუბარს ბიძინა გეორგობიანი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ ბიძინა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ დავისაუბროთ იმ თემაზე, რომელთაც მოცულია ეს რამდენიმე დღეა მსოფლიო მედია გულისხმობს ტრამპის გეგმას, 28 პუნქტიანი გეგმა, როგორც ეს გამოქვეყნდა უკრაინაში მშვიდობის შესახებ. ხედავთ, რომ ეს პუნქტები, რაც არის ჩამოთვლილი და რაც არის ნახსენები ამ გეგმაში, საკმაოდ არაერთგვაროვანი შეფასებებისაგანია. როგორ ხედავთ თქვენ, არის თუ არა ეს ის გეგმა, რომელიც შეიძლება რეალიზდეს და რას იღებს ამ გეგმის მიხედვით ომის მონაწილე ორი მხარე, რუსეთი და ომის მსხვერპლი უკრაინა? ეს გეგმა ფაქტიურად უკვე შეფასდა ძალიან ბევრი მხრიდან. ძირითადად უკვე ბოლოში მივიღეთ ესეთი სურათი, რომ ეს გეგმა არის უკრაინის კაპიტულაციის გეგმა ფაქტიურად. ვინაიდან უკრაინას ამ გეგმის მიხედვით უწევს ტერიტორიების დათმობა თავის ჯარის სამხედრო ძალების შეზღუდვა უკიდურესად, შეიარაღების შეზღუდვა და ასევე ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა. ანუ ყველა ის პუნქტი, რომელიც წამოყენებული იყო ომის დაწყებამდე და რისი გულისხმობაც დაიწყო ეს ომი, ფაქტიურად შეიცავს ეს 28 პუნქტიანი ხელშეკრულება, თუმცა ომის დაწყებამდე აქ ამხელა ტერიტორიების რუსეთთან მიერთებაზე არ ყოფილა ლაპარაკი, მანამდე რუსეთი მოითხოვდა განსაკუთრებულ სტატუსს ამ ტერიტორიებისათვის და არა პირდაპირ შეერთებას. დღეს უკვე აღიარებულია ამ 28 პუნქტის მიხედვით, თუ დათანხმდება უკრაინა და ევროკავშირის ლიდერები ამ იმას, რა ქვია, 28 პუნქტიან შეთანხმებას, ეს ფაქტიურად ეს ტერიტორიები გადადის რუსეთის შემადგენლობაში. ბატონო, მოდი ახლა ვისაუბროთ ევროკავშირის როლზე და ევროკავშირის სახელმწიფოების პოზიციაზეც. როგორც ვიცით, ონლაინ შეხვედრა მიმდინარეობს დღეს სატელეფონო დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ლიდერების და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით. ზოგადი პოზიცია არის ის, რომ მისი განხორციელება ამ გეგმის უკრაინისა და ევროპის გარეშე არის წარმოუდგენელი. აი, სად არის ევროკავშირი აი ამ პროცესში დღეს? ევროკავშირი, როგორც ჩანს, ბოლო უკვე 2 წელია ევროკავშირი არის რაღაც ისეთ მარგინალური გაერთიანება, უკვე პოლიტიკური პროცესების მიღმა, პოლიტიკური პროცესებში მოლაპარაკებებს ერთმანეთთან აწარმოებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და ახლო აღმოსავლეთის არაბული სამყარო. ევროკავშირს ფაქტიურად აქ უკვე აღარ აქვს ის გადამწყვეტი ხმის უფლება, ეს აღარ არის ის გაერთიანება, რომელიც ჩვენ გვახსოვს 15 წლის წინ და 10 წლის წინაც კი. მათ აღარ აქვთ უკვე ის გავლენა, თუმცა იმის გავლენა და იმის საშუალება მათ აქვთ, რომ აი ეს სამშვიდობო პროცესი უკვე მესამე ცდა აი აქ ევროპაში მიმდინარე ომის გაჩერებისა მესამე ცდა ჩაშალონ და ჩემი ვარაუდით ისინი ეცდებიან, რომ ეს სამშვიდობო პროცესი არ შედგეს და უკრაინას ყველანაირად წააქეზებენ თითქოს და ფინანსური დახმარებით ან სამხედრო ზალის დახმარებით, რომ ამ სამშვიდობო პროცესზე ზელენსკის მმართველობამ თქვას უარი.
ბატონო, შეიძლება რამე კავშირი დავინახოთ იმ კორუფციულ სკანდალსა და აი ამ გეგმის გასაჯაროებას შორის. პირდაპირ კავშირი ვხედავთ აქ ჩვენ ეს კორუფციული სკანდალი ზელენსკის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო ორგანიზებული იმ ესე იგი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც დაინსტალირა კიევში ანტიკორუფციული სამსახური ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამ სამსახურმა ზელენსკის ხელისუფლებას მორალურად, ფაქტიურად ბოლო მოუღო და უბიძგა იმისკენ, რომ წასულიყო ამ 28 პუნქტიანი ხელშეკრულების უფრო რეალისტურად აღქმაზე. ვინაიდან ეს არის მისთვის ჩემი აზრით ბოლო შანსი. თუ ამ შანსის კიდევ გაუშვებს ხელიდან, ისე როგორც ეს მოხდა 2022 წლის აპრილში პირველად, შემდეგ უკვე სტამბოლის შეთანხმება მეორე ნაწილი, მაშინაც ფაქტიურად კიევმა თქვა უარი მოლაპარაკებებზე, თუ ახლაც იტყვიან ისინი უარს და დათანხმდებიან ევროკავშირის იმ ავანტიურისტ ლიდერებს, რომლებსაც არც საკუთარი ქვეყნების დაცვის თავი აქვს და არც უკრაინის დაცვის თავი აქვს, მაშინ უკრაინა როგორც სახელმწიფო დადგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეხლა მათ აქვს საშუალება იმის, რომ შეინარჩუნონ გარკვეული სუვერენიტეტი კიდევ რაღაც იმ ტერიტორიებზე, რომელიც მათ რჩებათ. მოდი საქართველოსაც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ომის პერიოდი არის პერიოდი, როდესაც ურთიერთობა თბილისსა და ბრიუსელს შორის საკმაოდ მწვავე კომუნიკაციაში გადავიდა და ისევ გრძელდება დღემდე საქართველოს კრიტიკა და ღიად მოვისმინეთ რამდენიმე დღის სურვილი საქართველოსი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ფულის დახარჯვისა. აი საქართველოს პოზიციონირება როგორი უნდა იყოს ახლა აი ამ ვითარებაში, როდესაც დაწყებულია საუბარი იმისკენ, რომ ომი წავიდეს დასასრულისკენ. საქართველოს პოზიციონირება ამ შემთხვევაში, როდესაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ფაქტიურად გამოცხადებული ომის ქრონიკა ვხედავთ ჩვენ და ანონსებს და ამბობს უკვე ღიად, რომ ისინი ცდილობენ ყველანაირად საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოში დააფინანსონ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ აქ მოაწყონ გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალება და არაკონსტიტუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება და საქართველოს შეიყვანონ ძალიან მძიმე ქაოსში, მაშინ ამ ბრიუსელს და საქართველოს შორის ურთიერთობა უკვე ფაქტიურად გასულია რაღაც ისეთი დიპლომატიური, არა მხოლოდ დიპლომატიური ჩარჩოებიდან, არამედ რაიმე ისეთი კონსტრუქციული ურთიერთობიდან. სამომავლოდ თუ ეს ომი დასასრულისკენ წავიდა და შეიძლება რომ რაღაც რამოდენიმე თვის შემდეგ როდესაც უკრაინა უფრო რეალურად შეიგრძნოს იმ საშიშროებას, რაც მას ემუქრება, უახლოეს მომავალში შეიძლება რომ ისინი წავიდნენ ამ ომის დასრულებისკენ, თუმცა მე არ მგონია, რომ ბრიუსელმა საქართველოს წინააღმდეგ ესეთი ქმედებები რაღაცნაირად შეაჩეროს, ნედა მათ ახასიათებთ ეს რაღაც შურიზიების და რაღაც აზარტში არიან შესული ის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მაინც დიდი რეიტინგით უკვე ვეღარ დაიკვეხიან, მაგრამ ახერხებენ იმას, რომ აი საქართველოს წინააღმდეგ ესეთი რეზოლუციები დაამზადონ, თითქმის დღეში 2 რეზოლუცია გამოდის უკვე ბრიუსელიდან. კი ბატონო, და ერთ თემას უნდა შევეხოთ აი ამ ყველაფრის პარალელურად, ცენტრალურ აზიაში ვხედავთ, რომ მიმდინარეობს არანაკლებ საინტერესო პროცესი, კოლექტიური უსაფრთხოების, ეკონომიკის და ძლიერი პოლიტიკური დიალოგის თემები იყო ამ სახელმწიფოების, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერების უზბეკეთში შეხვედრის თემა და ამ საკონსულტაციო ფორმატში ერთხმად დამტკიცდა აზერბაიჯანის სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფო სრულუფლებიან წევრად. ხომ აი ამ ფორმატში ჩართვა აზერბაიჯანის რა პერსპექტივას ქმნის უშუალოდ რეგიონისთვის, საქართველოსთვის და აი ეს ფორმატი რაღაცა პოლიტიკურ ცენტრად მისი ფორმირების პერსპექტივად, მოკლედ როგორ შეიძლება შევხედოთ აი ამ სურათს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. აზერბაიჯანის ჩართვა ამ ფორმატში პირდაპირ ნიშნავს სამხრეთ კავკასიის ჩართვას ამ ფორმატში. აზერბაიჯანი მოგეხსენებათ, რომ არის მათი ძალიან ახლო მოკავშირე და სხვადასხვა ფორმატებში მუშაობს მათთან ერთად. პირდაპირ ითქვა ტაშკენტში მიმდინარე ამ შეხვედრაზე, რომ აზერბაიჯანის ჩართვა გამოიწვია სწორედ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორების, სხვა კომუნიკაციების დაკავშირებამ ცენტრალურ აზიასთან, ცენტრალური აზია, ჩინეთი
და ოკეანის ქვეყნები ეს ის რეგიონებია, სადაც მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა. ქართული ეკონომიკის მომავალიც მჭიდროდაა დაკავშირებული მასთან. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ კონდეს ურთიერთობა ყველა დიდ ეკონომიკურ გაერთიანებასთან და არ ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირზე, რომელიც ფაქტიურად როგორც უკვე დასაწყისში ვთქვი მე, არის ფაქტიურად აუტსაიდერი დღევანდელ დღეს როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში. მათ იმასაც აღარ ახედებენ უკვე რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპაში მიმდინარე ომის შესახებ. ანუ ომი მიდის ევროპაში და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს უკვე აღარც აცნობენ იმას თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს კარგად გვანიშნებს ჩვენ იმაზე, რომ საქართველოს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს აღმოსავლეთის ბაზრებს, აღმოსავლეთის ეკონომიკურ პარტნიორებს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, ისეთებს როგორც არიან შუა აზიის ქვეყნები და ჩინეთი. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუმარი გახლდათ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ბეძინა გიორგობიანი. დღეს ქრონიკა ამით დასრულებულია. დაელოდეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ზუსტად 8-ზე. მიმდინარე სიახლეებს კი გაეცანით იმედი ნიუზჩიზე. მე გემშვიდობებით მომავალ კვირამდე ნახვამდის.